ერთი შავი საგორავებელი ჩემოდანი, მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, სავარაუდოდ ლეპტოპი ჩანთით და ერთი თეთრი ტომარა. სულ ამდენი სათავსო დასჭირდათ ირაკლი ქარსალაძის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების დასაღებად. რა მოიღეთ უკაცრავად? რამე არის ისეთი რაც გამოძიებისთვის საინტერესოა? ფულია ამ სახშიც იყო? რა მოიღეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის საცხოვრებლიდან მესამე დღეა უცნობია. ეს არც ადგილზე მყოფმა გამომძიებლებმა გვითხრეს და არც შემდეგ დღეებში საგანგებო ბრიფინგით გვამცნეს. შესაბამისად ვიცით მხოლოდ ის, რაც თავად გადავიღეთ. ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ყოფილი ჩინოვნიკის სახლში ჩხრეკაზე ხუთშაბათს დღის 3 საათისთვის შევიდნენ. საგამოძიებო სამსახურის 10-ზე მეტი გამომძიებელი ქარსალაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებას 7 საათი ატარებდა. ჩხრეკა იმ ბრიფინგის შემდეგაც გრძელდებოდა, სადაც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის სახლში საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებულად გვამცნეს. გამომძიებლები შესაძლო კორუფციასთან ირაკლი ქარსალაძის კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მხოლოდ მის სამსართულიან სახლში არ ეძებდნენ. მათ დეტალურად და დიდი ინტერესით შეამოწმეს აუზის დამხმარე სათავსოებიც. ირაკლი ქარსალაძე ჩხრეკისას სახლში იყო, თუმცა კადრში არც ერთხელ გამოჩნდა. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, რომელსაც ფაქტია, რომ პრობლემები აქვს, შეკითხვებზე პასუხის გასაცემად არც გამომძიებლების წასვლის შემდეგ გამოვიდა. ვიკითხავ, ხო შეიძლება, ხო არ ვარ აი, ვისთან უნდა იკითხო, ხო შენ კარგად იცი, რომ არავინ არ გამოვა და არავინ არ გამოგხედავს რა. ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს სავარაუდოდ მისი სახლის ჩხრეკისას გააგებინეს, რომ შესაძლო კორუფციის საქმეზე მისი ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. საქმე რეგიონებში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი მილიონების მითვისებას ეხება. წესით ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ირაკლი ქარსალაძე მიხვდებოდა, რომ არც მისი საქმეა კარგად და იმასაც გაიაზრებდა, რომ ჩხრეკით დაწყებული მოქმედებები ციხეში შესახლებით დამთავრდება. არადა ქართუს წიაღში გაზრდილი კაცი მაღალი ტრიბუნიდან სულ იმას გვიმტკიცებდა, რომ მასთან მიმართებაში კორუფცია მხოლოდ ზეპირის სიტყვაა. კორუფცია გაფლანგვა აი ზეპირის სიტყვები. 2018 წლიდან ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასე ვთქვათ და საგზაო დეპარტამენტის წიაღში ვარ და დღემდე არაფერი არ წარმოუდგენს და რა უნდა წარმოადგინო, რაც ბუნებაში არ არსებობს. ბატონო ირაკლი, ახლა იმდენ მტკიცებულებას წარმოგიდგენენ გაგაოცებენ. როგორც ამბობენ, თქვენი მინისტრობისა საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერება 3 უწყება. სუსი, საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა ერთდროულად სწავლობს. თქვენს წინააღმდეგ საჯარო ჩვენება ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრებაც მისცა. რეზი სოხაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ 264 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემურია. მათი ჯამური ღირებულება კი 1 მილიარდ ლარზე მეტიაო. ანუ ხვდებით ხო, რომ მილიარდის გახარჯვის კანონიერებას ვერ დაადასტურებთ. შესაბამისად, ჯერ კიდევ დაიჭერენ თქვენს დაქვემდებარებულ ჩინოვნიკებს თუ ვინმე დარჩა და შემდეგ თქვენთან მოვლენ. აი ისე ბაღების მშენებლობის საქმეზე როგორც მოხდა. ჯერ დაიჭირეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი დავით დაბიძე. მან თავისუფლება 300.000 ლარად იყიდა. თან გვითხრეს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა. ეს რასაც ნიშნავს, წესით მიხვდებოდით. დაბიძესთან თანამშრომლობის გაფორმების მეორე დღეს დააკავეს კობა გაბუნია, რომელიც განვითარების ფონდის კურატორი მოადგილე იყო. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ლაგი კაპიტალის დაკავებულ ხელმძღვანელებს ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დიდი ფული სწორედ გაბუნია მაშოვნინა. ჯერ არ ამბობენ, თუმცა სადღაც ალბათ გულისხმობენ, რომ 9 მილიონიდან ნაწილი დაკავებული ჩინოვნიკის ჯიბეშიც წავიდა. ბრალდებულისათვის ცნობილი იყო, რომ ლაგი კაპიტალი ხელშეკრულებებით ნაკისრო სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საამასო თანხების გაცემას. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ლაგი კაპიტალს ეტაპობრივად ამასის სახით გადაურიცხა 11.200.000 ლარზე მეტი. ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9.365.000 ლარს. შედეგად პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა. თუ ეს საქმე საკმარისი არ იქნება, საგამოძიებო უწყებებში კიდევ არაერთი მიმდინარე გამოძიებაა, რომლითაც შესაძლოა ირაკლი ქარსალაძეზე გავიდნენ. მაგალითად, გზების დეპარტამენტის პროექტები. გზების დეპარტამენტმა განახორციელა 5 პროექტი. ეს არის რიკოთის ჩხაროსნული მაგისტრალი, რომელიც დაჯდა 1 მილიარდი.
ეს არის ქუთაისი ალპანა მამისონი, რომელიც დაჯდა 24 მილიარდი. ეს არის სამტრედია გრიგოლეთის ხიდი, რომელიც დაჯდა 73 მილიონი. თბილისი ბაკურციხე ლაგოდეხი, რომელიც დაჯდა 63 მილიონი და ლილო ნორიო დამაკავშირებელი, რომელიც დაჯდა 6 მილიონი. რა აერთიანებს ამ 5 პროექტს? ამ 5 პროექტს აერთიანებს ერთი საზედამხედველო კომპანია. ეს არის ეგის ინტერნეიშნალი. ეგის ინტერნეიშნალის საზედამხედველო პროექტებიდან ორზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ქუთაისი ალპანა მამისონის საავტომობილო გზის მშენებლობიდან ფულის მითვისების გამო პასუხისგებაში მიცემულია და ძებნილია გრიგო ლილუაშვილის ნათელმირონი, ბიჭიკო პაიგიძე. არც ლილუაშვილისა და ქარსელაძის კავშირია დამალული. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი სუსის ყოფილი უფროსის მეჯვარეა. პაიგიძე სავარაუდოდ სწორედ ამ კავშირით სარგებლობდა, როცა ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდებოდა. გამოძიება მიმდინარეობს ლილო ნორიოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საქმეზეც. ეს პატარა მონაკვეთი ბიუჯეტს ზვირი დაუჯდა, თუმცა გზა ისევ ვარგისია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია გურია ენერჯის დირექტორი მამუკა ჟღენტი დაკავებულია. მისი ძმის კომპანია ნიუროაც კი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზის თბილისი-ბაკურციხე ლაგოდეხის მშენებლობა აქვს მიმბარებული. კორუფციის მკვლევარები დანაშაულის ნიშნებს ამ პროექტშიც ხედავენ. თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული იყო, რომ ბეტონის საფარი უნდა დაეგოთ, მაგრამ კომპანიამ არაგონივრული, ასე ვთქვათ, თანხა დააკლო, ანუ მან კიდევ მონაწილეობდა რამდენიმე კომპანია, ერთ-ერთი იყო მაგალითად Flexi Group-ი, რომელთან მიმართებაშიც 10 მილიონი დააკლო კომპანიამ და ანუ იმ დროს ბაზარზე მაგ თანხით ბეტონის გზას ფიზიკურად ვეღარ დააგებდი. ამიტომ მას ჰქონდა ამის გარანტია, პირდაპირ ვთქვათ, გზების დეპარტამენტიდან, რომ ესეთი ძირეული ცვლილება შესაძლებელი იქნებოდა და ამიტომ დააკლო ესე თამამად 10 მილიონი. ანუ 10 მილიონის დაკლება არ არის მარტივი ესეთ დროს და როდესაც ძირეული ცვლილება განახორციელეს, ანუ პროექტი ასფალტით გააკეთეს და არა ბეტონით, ფასი არ შეცვლილა, ანუ ისევ ბეტონის ფასი დატოვეს, რაც იმ დროს ორჯერ მეტი იყო ასფალტზე და აი ამ კომბინაციაში მარტო დაახლოებით 3-4 მილიონი ლარი ნახეს მოგება. მხოლოდ აი ამ კომბინაციაში რო აღარფერი თქვათ ეგის ინტერნეიშნალზე, რომელიც რეპუტაცია შელახული კომპანიაა და ეჭვი გვაქვს, რომ იქ კიდევ რაღაცეები ისე ჩაუთვალა, რომელიც არ გაკეთებულა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოძიება. გამოძიების ინტერესის საგანი წესი დიდი ხნის წინ უნდა გამხდარიყო სამტრედია გრიგოლეთის ხიდი, რომელიც გახსნიდან მალევე ჩაინგრა. ექსპერტიზის პასუხი კი ამ დრომდე არ არსებობს. ხიდის ასაშენებლად ათეულობით მილიონი კომპანია GeoGroup-მა მიიღო. ეს კომპანია კი დღემდე ქართული ოცნების ფავორიტებშია. 73 მილიონი მივეცით რაში? რო დანგრეულიყო? და ეს კომპანია დღეს კიდევ სხვა პროექტებს გვიკეთებს საქართველოში. კიდევ პროექტებს აკეთებს. მე შეინიღბა, შეცვალა სახელი, რომ ეს GeoGroup-ი ყურში აღარ მოხდეს. ხითან დაკავშირებით არც კომპანია, არც ზედამხედველი კომპანია და არც გზების დეპარტამენტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ მიცემულა პასუხისგებაში. არათუ პასუხისგებაში არავინ არ გამოსულა და ბოდიში არ მოუხდი ამასთან დაკავშირებით. მდინარეს დააბრალეს. ანუ მდინარეს დააბრალეს, რომ ერთი ცალი ბურჯი გამოაცალა და მაშინ რაღაც ესე ომახიანად გველაპარაკებოდა ქარსელაძე, რომ ჩვენ თურმე როგორ გავბედეთ მაშინ, რომ ეჭქვეშ დავაყენეთ ამ ხიდის ხარისხი. ხო, ანუ ერთ დღეში გაკეთებული როგორ შეიძლება დაინგრეს. თან მით უმეტეს იმ პერიოდში არც ღვარცოფი იყო, არც მოვარდნა იყო მდინარის არაფერი, ანუ ჩვეულებრივ, ანუ ეს ხიდი ხო მაგაზია გათვლილი, რომ ღვარცოფის შემთხვევაში და მდინარის ადიდების შემთხვევაში უნდა გაუძლოს. კორუფციის მკვლევარები დანაშაულის ნიშნებს კიდევ არაერთ პროექტში ხედავენ. მათი შეფასებით ქართული ოცნების პირობებში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ელიტური კორუფციის ბუდე და ფულის შოვნის საბადო იყო, სადაც გადაწყვეტილებებს არა კანონის, არამედ პირადი ინტერესით იღებდნენ. სხვანაირად ვერც ვაკეთებთ. ფუძე ერთია, წესიერება, პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული. ის რასაც ჩვენ ქართულში ვსწავლობდით და მარტო საქმეში კი არა, ცხოვრებაშიც რო ასე არის. სხვანაირად რო არ ახარ, არც წარმატებული ადამიანი, არც წარმატებული ოჯახის წევრი, არც მეზობელი ჩემო ბატონო, არც ნათესავი. ეს ყველა ის ფასეულობაა, რასაც ჩვენ ასე უფრთხილდებით.
ფაქტია ვერ გაუფრთხილდით და იმ ბძენი კაცის მმართველობის კონსტიტუციას დაარღვიეთ, რომლითაც ამაყობდით. ივანიშვილის ახალი რჩეულები ახლა მოღალატეებად გთვლიან რა უკვე ბატონიც დააჯერეს ამაში და ამიტომაა ყოველდღე საზოგადოებას ყოფილებზე შურისძიების სერიებს რომ სთავაზობენ. ისე თუ დავაკვირდებით ყველა, ვინც პასუხისგებაში მისცეს ან დაჭერის მოლოდინშია, ქართულ წიაღშია აღმოცენებული. ქართველია ირაკლი ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, გრიგოლი ლუაშვილი, ირაკლი ქარსელაძე. ისე ერთი კვირა არაფერი უთქვამთ ირაკლი ღარიბაშვილზე. 1 მილიონიანი გირა ივანიშვილის ორგზის პრემიერს უკვე გადაუხდია. უფრო სწორად ამ თანხის ღირებულების უძრავი ქონება ჩაუდია. რაც გინდა ის დაუძახე კაცი ახლა მისი საქმის არსებითი განხილვის დაწყებას ელოდება. თან ალბათ შიშით უყურებს საგამოძიებო უწყებების ბრიფინგებს დეკემბრამდე კიდევ რამე არ დამიმატონო. ისე ღარიბაშვილის ცემის ამბავი იცოდით? მისმა მეზობელმა გივი თარგამაძემ ციხიდან მოგვიყვა რომ დეკემბერში როცა კობახიძემ პრეზიდენტად ყაველაშვილის კანდიდატურა გაიტანა, ყოფილ პრემიერს ეს ძალიან სწყენია და ამის გარჩევა ხელჩართულ ჩხუბამდეც მისულა. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მე მაინც ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ როდესაც ის ბოლომდე დაიჭრა, ხო იყო ეს ეპიზოდი, როცა აი პრეზიდენტობის კანდიდატად გამოცხადებს, მე საბოლოო დაიჭრა. იქ მის მეუღლემაც რაღაც ვიშნო მონაწილეობა მიიღო, რაღაცებს დაურეკა რაღაც გამოხატა რაღაც აღშფოთებები, ამას მოუწია მე გარჩევებში წასვლა, რაღაცასთან თუ ქონდა, ასე ვთქვათ, ურთიერთგინებით გარჩევა, იქ ქონდა უკვე ცემატყებით, კობახის ურძვევით ამან დაარტყა პირველმა, მაგრამ მე ყაველაშვილმა დინარაძემ და ამ კობახიძემ წემეს სერიოზულად თან და მე ვიმაქრა, აი ამ მომენტში უბრალოდ მიალანძღა ეს ვთქვათ მთავარი ადამიანის რაღაც მომენტში და ეგ იყო გადამწყვეტი. ფაქტია რომ კობახიძემ უკვე გახეთქილზე იმისი მიმართულების მიცემა და მართვა უკვე ამ სადამსჯელო აგრესიის ისწავლა და ამას მართავს რა. გივი თარგამაძე ისიც მოგვიყვა რატომ მოიძულა ბატონმა სუსის ყოფილი უფროსი. კაცი რომელსაც ერთ დროს ყველაზე მეტად ენდობოდა და სახელმწიფოს მართვის მთავარი უწყება ქონდა ჩაბარებული. კობახიძის წყალობით გრიგოლი ლუაშვილი ახლა ოლიგარქისთვის მოღალატეა, რომელიც deep state-თან და ოპოზიციასთანაა შეკრული და რომელიც ივანიშვილის მტრებს მნიშვნელოვან ინფორმაციებს აწვდის. ლილუაშვილი იყო მთელი რიგი ანუ დაწყებული ამერიკაში ვიზიტიდან სადაც პირველად მას გაატანა ხო დეგენერატელი და ის ცდილა რომ აეხშნა ანუ იქით მხრიდან დაახლოებით და ვიცით რომ უციდან ესე არ კეთდება ანუ წერილს ნუ ვიკითხავ და ეს მაინც უკითხავდა ამ წერილს და არ გამოვიფერი ბუნებრივია ხო მაგრამ ეს მას ჩაუტარომატებობა და მე სანქციებში რო არ მოდვალა რომ ამის მერე იმან ვერ გვარა რა მისი პრობლემა მოაგვარა თავისი იმიტომ რომ ასა რაღაც ინფორმაციები ეს ერთი იყო იქვე არ მომხდარა ეს ამბავი მე იყო ეს მის პირადი პატიმრის ამბავი ბიტკოინების როგორ გავიდა ის ქვეყნიდან ეს დაემატა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად როგორც ჩანს ლილუაშვილი კობახიძის გუნდისთვის მაინც საშიშია. ამას ადასტურებს ისიც რომ არაერთი ირიბი ანონსისა ლილუაშვილი ჯერ ისევ თავისუფალია. მერე რა რომ გარემოცვაში ადამიანი არ დაუტოვეს, ვინც არ დააკავეს ან პასუხისგებაში არ მისცეს. გივი თარგამაძემ გითხრა რომ ყველაზე მეტად სუსის ყოფილი უფროსის დედაქალაქის 20%-იან მერსეშინია. ლილუაშვილს აქვს ყველაფერი ყავაძეზე სულ თავიდან დაწყებული. ეხო ჯერ მერიის უღების ის იყო და იქიდანვე კეისებია გაკეთებული და თავიდან ბოლომდე. შეუძლია ერთი წყაბი და ეგრევე მოაყრევინოს ყველაფერი. რეჟიმის მიერ ციხეში აბსურდული ბრალდებით გამოკეტილი პოლიტიკოსის ინფორმაციით ოლიგარქის ბოლო საყრდენი ახლა ანზორ ჩუბინიძეა. მისი დაცვის ყოფილი უფროსი, რომელიც 2012 წლიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს. გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ ჩუბინიძე ივანიშვილის დომინოს ბოლო ქვა, რომლის წაქცევაც ოლიგარქის რუსული მართვის მთელ კონსტრუქციას დაარღვევს. ну აქ მე მგონია რომ ესე შეხედვა თქვა რაღაცა ერთით განსაზღვრა რატო და რომელს როგორ ირჩის ესე არ არის სწორი იმიტომ რომ აქ არის თქვა სხვადასხვა პლასტებად დაგროვილი წყენები და სწორია ეჭვები და ესე თქვა არაუდები მისინო ეჭვი ხო ყოველთვის ვიდახდი რომ ეს ყველა წერიდან ასე ყველა ვირაჟიდან ასე თქვა ამეჭვიანო გამოფრე შემცირებული წერით ხო ეხლა შეიძლება
ნამდვილად უკვე შეიძლება თქვათ, რომ ჩუბინიძე არის ბოლო დომინოს ქვა, ერთი რო წააკრა ტელეკონსტრუქცია როა მიუხედავად იმისა, რომ ღია თვალ როგორც კი წააქცეს ჩუბინიძეს ეგრევე დაემხობა ყველაფერი თავზე, ეგრე გააკეთებს მაინც, იმიტომ რომ გარდაუვალი არის. ივი თარგამაძე რუსეთში გამოწრთობილი ოლიგარქის ფსიქოტიპსა და მართვის სტილს კარგად იცნობს. შესაბამისად, ზუსტად იცის, რასაც ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ის თვეებია ციხეში ყავს გამოკეტილი, იქიდანაც კარგად ხედავს, რომ ოლიგარქის კარზე კობახიძე ძალაუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, რადგან ტრიუკების მოყვარული კაცის სანდოწრე მალ-მალე იცვლება. ეს ამ 13 წლის განმავლობაშიც არაერთხელ ვნახეთ. კობახიძეს დღეს ჯერა რომ ოლიგარქის მერე პირველია, თუმცა ხვალ როცა იმ ბრძენი კაცის შურისძიებები დასრულდება, ბატონის სამიზნე შესაძლოა თავად გახდეს.